ის მთავრობამ სხვა საკითხიც უნდა გადაწყვიტოს. გაწმინდავენ თუ არა ევრომაიდანს ჯერ ისევ უცნობია. აქტივისტები ბარიკადების დაშლას არ აპირებენ, დღეს მათ კიევის მერი შეხვდა. კიევის ცენტრში ბარიკადები ისევ აღმართულია. მაიდნის აქტივისტები დანებებას არ აპირებენ. დედაქალაქის მერს კარვებისა და დამატებული ბარიკადების ლაბირინთში გავლა მოუხდა. ვიტალი კლიჩკომ ადგილზე მყოფთ მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა. თუ ქვეყნის დახმარება გსურს, ჩვენი ძალები აღმოსავლეთ ნაწილისკენ უნდა მივმართოთ. ახლა ანტიტერორისტული ოპერაციის ეფექტიანობაა გადამწყვეტი. ქალაქის მერმა ადგილობრივებთან ერთად მაიდანზე არსებული მდგომარეობა შეაფასა. კარვების ქალაქის მომხრეების გარდა აქ ისინიც აღმოჩნდნენ, ვისაც კრიზისის ეპიცენტრად ახლა ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონები მიაჩნია. Мусорник сделали в центре Киева, понимаете? Вы здесь находитесь? Вы живете в Я был на Майдане. Თქვენ კიევის ცენტრი ნაგავს საყრელად აქციეთ. მე მაიდანზე პირველივე დღეებიდან ვიყავი, ახლა ყველა პატრიოტი აღმოსავლეთშია. აქ კი უსახლკაროები არიან. დღეს კიევის ცენტრში სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგურის შესასვლელი და რამდენიმე ქუჩა საბურავებითაა ჩახერგილი. გუშინ კი კიევის დამოუკიდებლობის მოედანი თებერვლის მოვლენების ანალოგიური იყო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ქალაქის ცენტრი დაესუფთავებინათ და გზა გაეწმინდათ, მაიდნის აქტივისტები მტრულად შეხვდნენ. დასუფთავების სამსახურის პარალელურად მაიდანზე სპეცრაზმიც იყო მობილიზებული, რომლებსაც დემონსტრანტებმა ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საბურავებს კი ცეცხლი წაუგიდეს. არეულობების დროს დაშავდა ათობით პირი. ძალოვნების განცხადებით მათ ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. დღეს კი მომხდარზე სისხლის ამართლის საქმე ახიძრა.